მოგესალმებით დიანა, გამარჯობა. დავიწყებ იქიდან, რომ ვაშინგტონში არის უჩვეულო სიცივე, როგორც თქვენ თქვით, ეს არის ყველაზე ცივი საინაუგურაციო დღე, მას შემდეგ რაც რონალდ რეიგანმა ფიცი დადო, საპრეზიდენტო ფიცი დადო. დაახლოებით -7 გრადუსია ეხლა, მაყურებელი ალბათ ხედავს, ჩემს უკან კადრში არის კაპიტოლიუმი, რომელიც გამზადებული იყო საიმისოდ, რომ მის წინ უნდა დაედო ტრადიციისამებრ, რადგან ტრადიციაზე ვსაუბრობთ, ტრადიციისამებრ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფიცს სწორედ აი კაპიტოლიუმის წინ კიბეებთან, ასე ვთქვათ, დებენ ხოლმე და შემდეგ უკვე გადაინაცვლებს ცერემონია კაპიტოლიუმის შიგნით, მაგრამ იმის გამო, რომ უპრეცედენტო სიცივეა და ესეთი უამინდობაა ვაშინგტონში, ამიტომ კაპიტოლიუმის შიგნით გადაინაცვლებს მთელი ეს ფიცის დადების ცერემონია, სულ 600 ადამიანი დაესწრება. 600 ადამიანს ექნება საშუალება, რომ ფიცის დადების ცერემონიას დაესწროს და ესენი იქნებიან, რა თქმა უნდა, მთავარი მოქმედი პირები, მათი ოჯახის წევრები, ამერიკელი კანონმდებლები და რამდენიმე მაღალი დონის მიწვეული სტუმარი. ტრადიციას რაც შეეხება, როგორც წესი, არჩეული პრეზიდენტის უკვე სულ რამდენიმე საათში ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ინაუგურაციას, როგორც წესი ესწრება მიმავალი პრეზიდენტი, ამ ტრადიციას წელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ დაარღვევს, ის თავის მეუღლესთან ერთად დაესწრება საინაუგურაციო ყველა ღონისძიებას, თუმცა მაყურებელს ალბათ ახსოვს, რომ 4 წლის წინ თავად დონალდ ტრამპმა დაარღვია ეს ტრადიცია, ის არ დაესწრო ბაიდენის ინაუგურაციას, თუმცა ტრამპი არ ყოფილა პირველი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ვინც ასე მოიქცა, მანამდე როგორც მინიმუმ ამერიკის თეთრი სახლის საისტორიო თეთრი სახლის ისტორიკოსები ამბობენ, რომ მინიმუმ 5 პრეზიდენტი მაინც ტრამპის მსგავსად მოიქცა აქამდე. რაც შეეხება როგორი აჯენდა, რას ველოდებით, ეხლა არის დაახლოებით 8 საათი ხდება აქ დილის, ამიტომ ჯერჯერობით არაფერი არ არის დაწყებული. დაახლოებით 8 საათისთვის ველოდებით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მეუღლესთან და თავის თანმხლებ პირებთან ერთად ტაძარში მივა, დილას დაესწრება საზეიმო ცერემონიას, მსახურებას. შემდეგ ის არის, მას ელოდებიან უკვე თეთრ სახლში, ტრადიციისამებრ ძველი პრეზიდენტი, მიმავალი პრეზიდენტი, მას პინძლობს მეუღლესთან ერთად მომავალ პრეზიდენტს თეთრ სახლში. ეს ტრადიცია წელს გაგრძელდება, შედგება და ბაიდენები ელოდებიან, ასე ჩაიზე იქნებიან მიწვეულები ტრამპები ბაიდენებთან და შემდეგ უკვე საზეიმო პროცესია გადმოინაცვლებს აქ კაპიტოლიუმთან, სადაც როგორც უკვე ვთქვით, ფიცს დადებენ. ჯეი დი ვენსი იქნება პირველი, როგორც თქვენ ახსენეთ ტექსტში, ის დადებს საჯარო მოხელის ფიცს, რომელსაც დებენ კონგრესმენები, სენატორები 184 წლიდან. ეს ფიცი არის უცვლელი, შემდეგ უკვე დონალდ ტრამპი დადებს ფიცს, მას ფიცს დაადებინეს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე, ხელმძღვანელი მოსამართლეების კოლეგიის, პრეზიდენტის ფიციც არის უცვლელი და ის ამერიკის კონსტიტუციის მეორე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არის განსაზღვრული. ამის შემდეგ უკვე იქნება საზეიმო მიღება, სტუმრები გადაინაცვლებენ, იქნება წვეულებაც. უჩვეულო ამ პროცესში გარდა იმისა, რომ შიგნით ჩატარდება, ასევე იყო ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ მაყურებელმა ალბათ ნახა, მიმართა თავის ამომრჩევლებს სიტყვით გუშინ საღამოს ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპორტულ არენაზე. ეს იყო მისი ერთგვარი გამოსამშვიდობებელი და გამარჯვების მარში, ესე ერქვა გამარჯვების რალი, ესე ერქვა ამ შეხვედრას, სადაც ის თავის ამომრჩევლებს შეხვდა. პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო რალები და შეხვედრები ზოგადად ცნობილია თავისი მასშტაბურობით, თავისი პომპეზურობით და ეს იყო ბოლო, ასე ვთქვათ, გამოსამშვიდობებელი. მან ამომრჩევლსაც უთხრა, რომ ის იქნება, რა თქმა უნდა, ბოლო. დიახ. მან თავისი წინასაარჩევნო პოპულარული დაპირებები გაიმეორა და ასევე დაპირდა ამომრჩეველს, რომ პირველივე დღეს რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს მათ შორის იმიგრაციის, საზღვრის დაცვის შესახებ, ფედერალური ხარჯების შემცირების შესახებ. ეს იყო მისი პოპულარული წინასაარჩევნო დაპირებები, ალბათ გახსოვთ და ზოგადად პირველივე დღეს ხელმოწერა ბრძანებებზე არის ეს ერთგვარი ტრადიცია, რომელიც ფიცის შემდეგ დაიდება და პრეზიდენტი მოაწერს ხელს რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს რა იქნება და რამდენი, თუმცა სააგენტო როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპი დაახლოებით 200 აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერას აპირებს დღეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მარიამ უგრიხელიძე, ამერიკის ხმის ჟურნალისტი გვერდებოდა.